დიაბეტური ნეიროპათია არის უფრო სერიოზული მდგომარეობა, როცა სისხლში გლუკოზის დონე არის მომატებული, ეს გლუკოზა იწვევს ცილებთან დაკავშირებას, რომელსაც ქვია გლიკილაციის პროცესი და ეს გლუკოზასთან დაკავშირებული ცილები მოკლედ აზიანებენ უჯრედებს, რომელსაც ქვია ოქსიდაციური სტრესი. და ამ ოქსიდაციური სტრესის შედეგად ზიანდება ნერვები, ზიანდება პატარა სისხლძარღვები, ნერვების მკვებავი სისხლძარღვები და ადამიანს ემართება დიაბეტური ნეიროპათია. ან ნერვების დაზიანება, რომელიც დროთა განმავლობაში, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. სჭირდება წლები. და ადამიანები აღწერენ სხვადასხვანაირად ამას, მაგრამ მთავარი მახასიათებელი ეს ეძახიან წინდების და ხელთათმანების ეფექტს ან ფორმას. რაც ნიშნავს, რომ იწყება ხელებიდან და ფეხებიდან დაბუჟება, ხელის თითებიდან, ფეხის თითებიდან დაბუჟება და ამოდის ზევით. და გეგონება, ანუ ხელთათმანები აცვიაო, ესეთი გავრცობილობით მოქმედებს ეს დაბუჟება. ან ფეხების შემთხვევაში გეგონება წინდები მაცვიაო, ისე მაქვს დაბუჟების შეგრძნებაო, შეიძლება თქვას. ზოგმა ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ გეგონება ცეცხლზე დავდივარო, წვის შეგრძნება კონდეს. ზოგმა ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ მიწას ვერ გრძნობ, რომ დავდივარ ჩემს ფეხებს ქვეშ, ან თითქოს რაღაცა მტკივნეულს ვეხები, ან ელექტრული დენის მსგავსი შეგრძნება აქვს ფეხებში, ან სხვადასხვანაირად შეიძლება აღწერონ ადამიანმა დიაბეტური ნეიროპათია, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ ეს ხელთათმანების და ფეხების წინდების ეფექტით იწყება, რომ გეგონება რამე გაცვია ხელებზე, ისეთ შეგრძნება დაბუჟება. მერე და მერე უფრო რთულდება, მერე და მერე უფრო სერიოზული სიმპტომები ახასიათებს, შეიძლება კოორდინაციის დაკარგვა და ნერვები სერიოზულად ზიანდება, ეგ დაზიანებული ნერვები სამწუხაროდ არ აღდგება.